სამხედრო საქმეში უდიდესი ადგილი უჭირავს მოწინააღმდეგის მოტყუების თემას. ერთი ნამდვილი ტანკის გვერდით 10 გასაბერს დააყენებენ ხოლმე. ერთი ნამდვილი თვითმფრინავის გვერდით 10 გასაბერ თვითმფრინავს დააყენებენ, რომ მოწინააღმდეგემ სხვა მიზნებს შეუტიოს და ნამდვილი ტექნიკა უვნებელი დარჩეს. ადამიანს აქვს თავისი მიზანი. ეს მიზანია გახდეს მადლით ღმერთი. არის ბუნებით ღმერთი, სამება. მაგრამ ჩვენ, ღვთისხატებები ვინც ვართ, ასევე მოწოდებულები ვართ, რომ შევიძინოთ ღვთის მადლი და გავხდეთ მადლით ღმერთები. ეშმაკს უნდა ამ მიზნის ჩაკლა. ამიტომ გვთავაზობს ცრუ მიზნებს. რომ ნამდვილი მიზანი არათუ მიუღწეველი იყოს, არამედ ადამიანმა არც კი იცოდეს, რა არის ნამდვილი მიზანი. მთელი ცხოვრება ადამიანი რაღაც ლაბირინთში დადის ხოლმე. ეშმაკის ლაბირინთში. გონია, რომ აი ცოტაც და კარები გამოჩნდება, მივარდება ამ კარებს, გააღებს ამ კარებს, აღმოჩნდება იქ ისევ კედელია. და მთელი ცხოვრება წრეზე დადის ხოლმე და გამოსავალი არ ჩანს. სახარება დაგვანახებს ამ ცრუ მიზნებიდან გამოსასვლელი კარი სად არის? რა არის ნამდვილი მიზანი? ადამიანები მზად არიან ხოლმე თავისი მიზნის მისაღწევად ყველაფერი დათმონ. ყველაფერი. ზოგჯერ სიცოცხლეს თმობენ, ოღონდ თავის მიზანს მიაღწიონ. მაგრამ ღმერთი სხვანაირად ამბობს. ღმერთი გვირჩევს, სიცოცხლე შეიძინეო, რომ შენს მიზანს მიაღწიო. აი წუთი სოფელი ითხოვს ხოლმე, რომ სიცოცხლე დავთმოთ და ღმერთი გვირჩევს ხოლმე, რომ სიცოცხლე შევიძინოთ. გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი მიზნების ახარებასთან. რაზეც ღმერთი ამბობს, რომ კარგია, ესე იგი კარგია. რაზეც ღმერთი ამბობს, რომ ცუდია, ზარალის მეც არაფერს მოგიტანთ, გაგამწარებთ, გაფლანგავთ დროს, ენერგიას. ესე იგი ეს გაგამწარებთ, ესე იგი ამის კეთებას აზრი არ აქვს. არავის არ ენდოთ ხოლმე, არც საკუთარ თავს, ღმერთს ენდეთ ხოლმე. ესე მიაღწევთ თქვენს მიზანს, რომელიც არის სასუფეველი, გამხრთობა, მარადისობაში ბედნიერი ცხოვრება. მერტო გაგახაროთ.